რუსთავიორის გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძე ეხმიანება 26 სექტემბერს კურიერის გავრცელებულ ინფორმაციას ნანუკა ჟორჟოლიანის არასრულწლოვანი შვილის დაკავების შესახებ, რის გამოც ჟორჟოლიანმა რუსთავიორს უშივლა. მოვიდა ინფორმაცია, გავრცელდა, დაზუსტდა და რა თქმა უნდა ოფიციალური და დაზუსტებულიც გავრცელდა. მთელი ცხოვრება შავზე თეთრს ამტკიცებთ, უდანაშაულოს დამნაშავეს უწოდებთ, მკვდარზე ცოცხალს იძახით და ცოცხალზე მკვდარს. რაიმე არასწორად იყო დაწერილი, იქვე გამოქვეყნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება. რაც ნაციონალები არსებობენ, სულ წყაროა მათი გავრცელებული პასკვილების, ცილისწამების და უზნეობის, ეგრეთ წოდებული ინფორმაციის ძირითადი წყარო. გაუმწარეს ცხოვრება უამრავ ადამიანს, აწამეს, აყაჭაღეს, ჩახოცეს და ერთხელ ბოდიში არავის არაფრისთვის მოუხდია. შვილს ეხება, სენსიტიურია, მესმის და ამიტომ არ მიკვირს აღშფოთება. ჩემი არც შვილი, არც ცოლი და არც შვილიშვილი, არც დედმამა და არც ოჯახი არც ერთი უსამშობლოსთვის არ ყოფილა დამაბრკოლებელი უამრავ უზნეობას და სიბინძურეს როცა მაბრალებენ. არა უშავს, ესეც გაივლის. როგორც ყველაფერმა ცუდმა გაიარა და არაერთი თავი ჩამოატარა მდინარემ ჩემს წინ 52 წლის მანძილზე. პოსტსკრიპტუმ. ბოლო აბზაცის შინაარსი შეიძლება ვიღაცებმა ვერ გაიგონ, მათთვის არც დამიწერია. წერს ბაკურ ბაკურაძე.